შეიძლება თქვა, რომ დღეს შვიდი გარემო მექნებაო, მაგრამ ესეთ ადგილზე შეიძლება აღმოჩნდე, რომ ვერ გაიგე. ღელეები, მდინარეები, პატარა ნაკადულები. კონტროლზე ყავს აყვანილი, რომ თევზჭერა არ მოხდეს. ჩვენთან დაშვებული არ არის, სპორტული თევზაობაც კი არ არის დაშვებული. ბევრი მეკითხება, რომ სპორტული თევზაობა თუა დაშვებული და სულ ტერიტორიაზე. არანაირი სახის თევზაობა არ არის დაშვებული ჩვენთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. ამიტომ კალმახი, ნაკადულის კალმახი წითელი ნუსხის სახეობაა. მისი მდინარიდან ამოყვანაც და ჩაშვებაც კი, უკან დაბრუნებაც კი კანონდარღვევაა. ამიტომ ნუიზამთ ამას. ჩვენ ვფრთხილდებით სახეობებს, რომ არ გადაშენდეს. ამ შემთხვევაში ნაკადულის კალმახს გულისხმობ, განსაკუთრებულად დიდი ყურადღებით ვიცავთ, იმიტომ რომ თუ გადაშენდა ეს სახეობა, გაირღვევა ბალანსი ტყეებში. ნაკადულის კალმახი იმდენად მნიშვნელოვანი სახეობაა ეკოსისტემისთვის, ჯანსაღი ეკოსისტემისთვის, რომ მისი ამოვარდნა ძალიან დიდ ძვრებს და ცვლილებებს გამოიწვევს. ამიტომ ვფრთხილდებით. და კომენტარი ხშირად ხდება ხოლმე, რომ აი ბევრია და ტყუილს ნუ ამბობთ და ასე შემდეგ. ბევრი რომ არის, ეს არის დიდი ძალისხმევის დამსახურება. თუ ბევრია, ჯერ კიდევ საკითხავია. და სიტყვა ბევრი და ცოტა არ არის კვლევებზე დამყარებული. ეს არის მეცნიერება, რომელიც ძალიან დიდ ძალისხმევებს მოიცავს. ამას სჭირდება წლები, ამ ყველაფრის დათვას და დათვას, შენახვას, კონსერვირებას, მოფრთხილებას. თუ ეს ყველაფერი ზერელით გავაკეთეთ, უბრალოდ ვერ შევინარჩუნებთ ვერცერთ სახეობას, ამიტომ ძალიან გთხოვთ ჩვენ შრომას, რომ გაგებით მოეკიდოთ. ეს არის დიდი თხოვნა.